რომელი არის ყველაზე უაზრო სპორტი დედამიწის ზურგზე? სანამ ამაზე საუბარს დავიწყებ, მე მინდა ერთი ამბავი მოგიყვე. ეს ამბავი ერთ დროს მაშინ ძალიან ახლოს მივიტანე გულთან, იმიტომ რომ წარმოიდგინე ესეთი რაღაცა, როდესაც ქალი ტირის ეს ყველაფერი რამდენად ძნელი მოსასმენი არის ნებისმიერი მამაკაცისთვის, ხო? როდესაც ქალი ტირის ბღავის, ქალის ერთ-ერთი ძლიერი იარაღი მამაკაცების სამანიპულაციოდ, ხო? სწორად ვამბობ, ხო, ვიცი რომ სწორად ვამბობ, stakeholder. არის ტირილი. ნებისმიერ კაცს ენძრევა, როდესაც ქალი ტირის. ხვდებით? ეხლა წარმოიდგინე, როგორი ცუდი მოსასმენი არის, როგორი ყლეობაა, როცა კაცი ტირის. ერთი ადამიანი ცდილობდა დიდი ხნის განმავლობაში, მას შემდეგ რაც სოციალურ სივრცეში გამოჩნდი 2 წლის უკან დამკონტაქტებოდა. არ ვიცი, ხან ინსტაგრამზე, ხან არ ვიცი, TikTok-ზე კომენტარებში მიწერდა მიპასუხე, მეთქი ავადმყოფია ვინ არის, ხო? დამანები მეთქი შევდა თავი. პასუხს არ ვცემდი, ანუ საუკეთესო გამოსავალი ამ დროს იგნორი არის. აი მენე ღამის 3 საათზე, არ ვიცი 4 საათზე წერს ტიპი რა, მეთქი რა ხდება, ვინ არის, რა უნდა ამ ადამიანს. რა დახმარება ესაჭიროება, კიმარა ესეთი. ადამიანურად, ჯანდაბას მეთქი ეგება ვინაა, რა უნდა ნათესავი ხო არ არის მეთქი ჩემი. რა ვიცი პასუხი. მოკლედ მიყვება ესეთი ისტორიას, ესეთ ამბავს, რომ დაკავებული იყო დიდი ხნის განმავლობაში ფიტნესით. სახელსა და გვარს არ ვიტყვი ამ ადამიანისგან მე ნებართვა ავიღე, რა თქმა უნდა, რომ ამ თემაზე მესაუბრა. და დღეს უბრალოდ ეს ადამიანი, რომელიც ამ სფეროებში იყო, როგორც არის ბოდიბილდინგი და ფიტნესი, უბრალოდ სისულელით აღიქვავს ამ ყველაფერს. შემეხმიანა ადამიანმა მეუნება ეს რაღაცას, რომ დიდი ხნის განმავლობაში იყო სტეროიდების მომხმარებელი. საკმაოდ ადრეულ ასაკში, როდესაც იყო 16 წლის, როდესაც ბიჭის ტესტოსტერონი გამოიმუშავებს საკმარისზე მეც ამ ასაკში, იმიტომ რომ პიკში არის ამ ასაკში, მაშინ დაიწყო სტეროიდების მიღება, რომ უნდა რაღაცა დიდი კუნთები ქონოდა და არ ვიცი, თავისი კუმირებისთვის მიებაძა, როგორც იყო შვარცნეგერი და როგორც იყო, არ ვიცი, დიდი კუნთები ვისაც აქვს, რა? გისმენ მეთქი რა ხდება, რითი შემიძლია შენი დახმარება, რანაირად დაგეხმარო, რაში მდგომარეობს პრობლემა. არსი ძირითადად პრობლემის რო გაიგო, რა უნდა გააკეთო, თავიდან ბოლომდე უნდა მოისმინო, ხო, ისტორია. ეხლა ნაწილ ვერ იმასიზავ, ხო, თავიდან ბოლომდე უნდა მოისმინო ისტორია, რომ აზრი გამოიტანო. ეს ადამიანი მიყვება, რომ ურთიერთობებში ძალიან დიდი პრობლემები შეექმნა, ადრეულ ასაკში დაოჯახდა 20 წლის, ასაკს არ დავასახელე, მაგრამ 20 წელზე გაწილებით უფრო დიდი იყო, ადრეულ ასაკში დაოჯახდა, შემდეგ როდესაც გადაწყვიტა რა, ვეღარ გააგრძელებდა თავის საქმიანობას, იმიტომ რომ დაიღალა ორგანიზმი, ახალგაზრდა კაცს ეთყობოდა რომ იყო 60 წლის უკვე, იმიტომ რომ ვიზუალურად როდესაც დიდი რაოდენობით მოიხმარ სტეროიდებს და 1000 უბედურებებს, ბერდები, ჭყნები, იმიტომ რომ სტრესი არის ორგანიზმისთვის. 24/7-ზე შენი ორგანიზმი არის სტრესში. რამხელა ყლეობა არის, წარმოიდგინე, ხო? გადააგდო ეს და აღმოჩნდა ესეთი პრობლემის წინაშე, რომ საკუთარ ცოლთან ურთიერთობა აღარ გამოსდიოდა სექსუალური ურთიერთობა. ძალიან დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, ხო? ეხლა იმიტომ რომ ოჯახი ყავდა, ამდენი ხანი რაღაცა ისა, ერთი ბავშვი რაღაცა, მაგრამ ახალგაზრდა არის ეს ადამიანი, არ არის რაღაცა 45 წლის და არ არის 40 წლის. როგორ აგიხსნა ეხლა მარტივად? არ გამოსდიოდა ურთიერთობა, ეხა მცდელობა 1, მეორე 10 მცდელობა რაღაც, იმიტომ რომ ორგანიზმი აღარ გამოიმუშავებს მე შენი ორგანიზმი, მე ხვდი ბუნებრივად ტესტოსტერონს, როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში ქიმიებზე იყავ. ვეღარ გამოიმუშავებს შენი ორგანიზმი ტესტოსტერონს, არ გიდგება, მკვდარი ხარ. მიხვდი? ამას ეხა ვინ შენიშნავს პირველი თუ არა შენი შეყვარებული ან შენი ცოლი, ხო? იმიტომ რომ ერთხნავ. დაფიქრდი ამ ყველაფერს. კაცი ამას ყვება აბსოლუტ როგორ ყვება, იცი? როგორი გულის ტკივილით ყვება, იცი ამ ყველაფერს, რომ ლამის იტიროს ადამიანმა. ადამიანი მეუნება რომ 15-13 წლის დაუცველი გოგოსავით გრძნობდა თავს, როდესაც სტეროიდები გადააგდა. დაუცველი პატარა გოგოსავით გრძნობდა თავს. და ამის მოხმარება მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ ადრეულ ასაკში რაღაცა თავისი კუმირებისთვის, რომლებიც იყვნენ 100 და 120 კილო, მიებაძა ამისთვის. მიხდი? მე უამრავი ადამიანი ვიცი, რომელიც მსხვერპლი არის დღეს და ვერათ ვიცნობიერებს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ რას ვიზავთ? არ ყოფნის იმის ძალა, რომ ამ ყველაფერზე დაფიქრდეს,
თუ რისი რომელი პროპაგანდის მსხვერპლი არის და მეორე ყველაზე მთავარი. ზოგი გვიან მიხვდა ამ ყველაფერს და თავში ხელებს ირტყავს, კარგად დააკვირდი ამ ადამიანებს თვალებში, მიხვდი? თვალები ეს არის სულის სარკე, არასოდეს არ იტყუება თვალები. არც ერთ მათგანში, ვინც სტეროიდების მომხმარებელი იყო და ვიღაცას აი დიდი კუნთები რო. მე მინდა ყველას თითოეულ მათგანს თვალებში კარგად დააკვირდე. ჩამქრალი თვალები, სარკისებური თვალები, სადაც ღმერთმაც დამიდასტურა. სადაც არანაირი ცეცხლი აღარ მოდის ამ თვალებიდან. იმიტომ რომ მკვდარი არის მასში, მამაკაცი. იმიტომ რომ ისი ორგანიზმი ბუნებრივად ტესტოსტერონს აღარ გამოიმუშავებს. მიხვდი რაზე არის საუბარი? ნუ ამ ადამიანისთვის ეხლა წარმოიდგინე რამხელა პრობლემა არის ხო ეს ყველაფერი და არ ვიცი ერთი კონსულ აი უბრალოდ დეპრესიიდან გამოსვლაში აღარ იცოდა კაც რა ექნა. ტიროდა ახალგაზრდა კაცი მეუნებოდა რომ თავს გრძნობდა პატარა გოგოსავით და ტიროდა, იმიტომ რომ მსხვერპლი იყო რაღაცა ყლეობა პროპაგანდის. აი მე დიდი კუნთები უნდა მქონდეს. მოდი სიმართლე ვთქვა. ყველა ბოდიბილდერი ვინც ვარჯიშს იწყებს იმით, უნდა რომ გამოჩნდეს tough guy, მიხვდი? აი უნდა რომ გამოჩნდეს რომ აი მე tough guy ვარ და დიდი კუნთები მაქვს და ასე შემდეგ. ყველას უნდა. მაგრამ ეს არის ვიზუალური ეფექტი, მიხვდი? ეს არის მარტო ყველამ ვინც ჩხუბი იცის ეხა რასაც ვამბობ ამაში თავიდან ბოლომდე მით უმეტეს არ აქვს მნიშვნელობა MMA-ის მებრძოლია მოკრებია ასე შემდეგ ყველამ ძალიან კარგად იცის რასაც ვაპარებ ყველას უნდა გამოჩნდეს tough guy და არ უტყდებიან იმ ყველაფერს არ უტყდებიან იმ რეალობას რომ ეს მათი ვიზუალური მხარე არის მარტო კუნთები იმიტომ რომ ჩხუბი არისიან და ფუნქციონალი არ გააჩნია გვერდით რო დააყენო ბოდიბილდერი და არ ვიცი 95 კილო ვინც მაგარი ვარ აი უბრალოდ დღევანდელ რეალობაში, როდესაც არ ვიცი, ტექნოლოგიური განვითარების პიკში ვართ, ადამიანები ფორმაში იყო და ჯამთელ რაღაცა ცხოვრების წესს უწევდა რომანტიზირებას და პროპაგანდას, ხო, პრევენციას. ამას მივესალმები, იმიტომ რომ ამას მე თვითონ ვაკეთებ. და მე თვითონ ვეუბნები ახალგაზრდებს, რომ იყავით ჯამრთელები, ივარჯიშეთ ბუნებრივად, თუ რაღაცა შენი მიზანი არ არის, რომ სცენაზე ახვიდე და ეს ყველაფერი აკეთო, ხო? არ უნდა გაეკარო იმ ნაგავს, იმიტომ რომ მე ამ ადამიანებს ვისმენ. მიხვდი რაში არის საქმე? მე ამ ადამიანებს ვისმენ, როგორ გრძნობენ საკუთარ თავს და ამას მეუბნებიან ეს ადამიანები. იმიტომ რომ პატარა გოგოსავით 13-14 წლის დაუცველი გოგოსავით გრძნობენ თავს. რომელ ბოდიბილდინგზე არის ლაპარაკი ძალიან დიდი ბოდიში უმრავლესობა ვარჯიშის და ჭამის გარდა მეტი არაფერი არ იცის. მიხვდი? ლაპარაკი არისიან ტიპებმა, ვერაფერზე ვერ დაელაპარაკი. მე ლაპარაკი 20 წლის ასაკში მეორედ ვისწავლე კიდე, იმიტომ რომ ის რა სკოლამ მომცა და უშოთ უნივერსიტეტმა მომცა, გავთ ვიცნობიერე რომ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის, ხო? შენთვის დღევანდელ რეალობაში. დღეს ბევრს უკვირს ჩემი კომუნიკაციის სკილი, მე არ ვამბობ რომ მე ვარ გენიოსი და ასე შემდეგ. უბრალოდ მუშაობის სპეციფიკა არის, პროცესია ყველაფერი. მაგრამ როდესაც შენ 24/7-ზე იმაზე ფიქრობ რომ კუნთების მასა გაძარდო დღეში 7-8 ჭამო და მთელი შენი ცხოვრებისეული კრედო ეს არის ცხოვრების კრედო. რომ დიდი კუნთები გქონდეს, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ IQ დებილი ხარ. ლაპარაკი არ იცი, მე ვიცნობ ძალიან ბევრ ადამიანს, რომელმაც ვარჯიში იმიტომ დაიწყო და კუნთები იმიტომ დაიყენა, რომ ქალებს მოწონებოდათ. შენ რა გეი ხარ? გამეს ერთი პასუხი, გეი ხარ? ვარჯიში იმიტომ დაიწყე, კუნთები მაგიტომ დაიყენე და 120 კილო მაგიტომ ხარ, სტეროიდებზე მაგით ვახვედი, რომ ქალებს მოწონებოდ. და აი გულწრფელად მიპასუხე, გეი ხარ? ქალების აღქმა ვიზუალური არა, შენი პრანჭები კაცებისთვის მაშინ. არც ერთი ქალი არ მოვა შენთან და აურა მაგარი კუნთები. არა ხო, სიმართლეს თვალები გაუსწორეთ, ჩემო მეგობრებო. მანამდე სანამ სიმართლეს თვალს არ გაუსწორებთ, მანამდე არაფერი არ შეიცვლება. დღევანდელ რეალობაში ყველაზე მთავარი ეს არის პირს რო გააღებ მერე რა სიტყვი, მიხვდი? და მე თვითონ ქალებთან ურთიერთობაში. პირს რო გააღებ მერეა მთავარი რა სიტყვი. ყველაზე უაზრო სპორტი დედამიწის ზურგზე ეს არის ბოდიბილდინგი. ვიზუალური ეფექტი რომ მე ვარ tough guy, ზოგი უამრავ ტატუებს იხატავს რომ აი მაგარი ტიპის. გვერდზე გენადი გალუკინი რო დაგიყენო, ან არ ვიცი, ბილოვი, ხო? დედას გეფიცები მოგკლავს. ყველას უნდა რომ გამოჩნდეს რომ აი ხა მე ძალიან ძლიერი ვარ და ასე შემდეგ. შინაგანად ვიღაცამ კომენტარებში რომ დაგიწეროს ყლეო ფაჩარს დაიპუტო ღერაღერა. ტრუსიკიდან ამოხტები და საღამოს სასწრაფო გეყოლება. და შენ თვლი რომ ძლიერი ხარ?
მართლა აი საკუთარ თავს გულსფელად კითხვა დაუსვი, აი დიდი კუნთები რო დაიყერე და ასე შემდეგ და რო ფიქრობ რომ you are tough guy, მაგარი ტიპი ხარ. კომენტარებში ვიღაცამ ყლეო რო დაგიწეროს, აფეთქდები ფაჩრიანი. მიხდი? დღევანდელ რეალობაში ყველაზე მთავარი არის პირს რო გააღებ, ვინა ხარ რა. შენი შინაგანი მენტალური, ფსიქოლოგიური მდგომარეობა არის თუ არა tough და არა მარტო შენი ვიზუალი, იმიტომ რომ მე ვიცნობ ტიპებს, რომლებიც ვიზუალურად გამოიყურებიან მაგრად, აი ესეთები არიან, აი ძლიერი ადამიანის შტაბეჭდილებას ტოვები, მაგრამ პირს რო გააღებენ, ეგრევე ხვდები როგორი სუსტი არის. ტიპებს არ შეუძლიათ არასთქმა ასე შემდეგ. მიხდი? მთელი შენი ცხოვრებისეული არის ტყუილი ყველაფერი. ტყუილი არის. თუ შენ საკუთარ შვილს ვერ მოუყვები იმ ისტორიებს, რასაც მებრძოლები უყვებიან. მიხდი? და ოთახში, როდესაც მებრძოლი შემოდის, აურით იგრძნობა, რომ ეს ადამიანი მებრძოლია. ზოგი ლაპარაკობს ტვინს ტყნავს ასე შემდეგ. მიხდი რას გულისხმობ? ლაპარაკობენ ტვინს ტყნავენ როგორი მაგრები არიან, მაგრამ საქმეზე რომ იდგება, ჩხუბის თემაზე რომ იდგება საქმე. მე გამოჩნდება ხოლმე სინამდვილეში ვინ არის. მეხნე? თორე ის ვინ შენ გონია რომ აი ბევრს ლაპარაკობ. მე თუ ლაპარაკობ და მასშები რაღაცას ვიზახი, ხო? ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ეხლა რასაც ვიტყვი, ვინმე პირზე დამადგეს რომ რამეს ვიტყუები. თუ ჩემი შვილი იტყვის რომ თეატრალურ უნივერსიტეტში მამაჩემა ხუთკაცი ტიპი სამჯერ დააგდო, ისე რომ ხუთმა კაცმა ვერ დააგდო, ვინმე დამადგეს პირზე რომ რამეს მოიტყუება ჩემი შვილი, ან მე რამეს ვიტყუები. თუ ჩემი შვილი იტყვის რომ მამაჩემა 8 კაცი ტიპს ერთი დარტყმით ცხვირი გაუტეხა, ხო? ისე რომ 8 კაცმა ვერ დააგდო, დამადგეს ვინმე პირზე რომ რამეს ვიტყუები. თუ ჩემი შვილი იტყვის რომ პლეხანოვზე მამაჩემა 3 ირანელს ორს ყვა მოტეხა, მხოლოდ იმიტომ რომ ბებიას ეღადავებოდნენ, რომელიც სემიჩკას ხინდა და ერთი გაიქცა, მერე დედა მოთხნოვდა. ვინმე დამადგეს პირზე რომ რამეს ვიტყუები. მიხდი, შენი თავს კაცობა და აი მაგარი ტიპი ვარ და ასე შემდეგ, მხოლოდ ვიზუალური რო არის, ხო? ამის იქით მეტი რო არის, სიმართლეს გაუტყდი. სიმართლე მიიღე ალტერნატიული რეალობა, რომელიც დაფუძნებული არის სიმართლეზე. მიხდი? მიიღე სიმართლე. ყველაზე უაზრო სპორტი ეს არის ბოდიბილდინგი. ამას კრის ბამსტედიც მიხვდა, რამდენი ოლიმპია მოიგო, ხო ეხლა? მე მერჩევნია ოჯახი, შვილები და რაღაცა ბიზნესი და ჯანმრთელობა, ვიდრე ეხლა გავიწიო მისტერ 8 ოლიმპიაზე და ასე შემდეგ, ხო? ამას მისტერ ოლიმპია გეუნება. ეს დევიდ ლეიდი რო აი უმრავლესობის შინაგანად შეეკითხე ამ ადამიანებს თავს როგორ გრძნობენ. მეხნე? ვიდრე რომ ვიზუალურად ვინც კარგად გამოიყურება. და აი გონია რომ ისა კონსულტაციებზე არ მინდა უბრალოდ მე რა თქმა უნდა არა ვარ ეს ადამიანი და ყველა ეს იქნება თერაპევტი თუ ფსიქოლოგი რომელიც გამოდის და საჯაროდ ყვება მერე ვიღაც ადამიანების კონკრეტულად მით უმეტეს ხო? ყველა ხართ აი როგორ გითხრა თქვენთვის საკე ადგილი არის ჯოჯოხეთში. მეხნე? ყველა ვინც აი ესე პირადულად და კონკრეტულად ყვებით რაღაცეებს და ასე შემდეგ ყველას ადგილი არის ჯოჯოხეთში თქვენი მართლა გეუბნებით ოღონდ გულწრფელად. მე ხშირად ვიზახი ცვლილება უკეთესობისკენ იწყება მაშინ, როდესაც შენ შეგიძლია სიმართლეს გაუსწორო თვალი. მეხნე? მე 10 წლის უკან, 9 წლის უკან, როდესაც პირს გავაღებდი და საინტერესო ადამიანი არ ვიყავი და ელემენტარულად წინადადებიდან წინადადებაზე გადასვლა არ შემეძლო, რაციონალურად რო ეს ყველაფერი ლოგიკური ყოფილიყო, სიმართლე უთხარი საკუთარ თავს. შენ ამაში ყველაზე სუსტი ხარ და შენ აუცილებლად უნდა იმუშაო, რომ კონკრეტულ რაღაცაში გაძლიერდე. მე კიდევ ერთხელ ვიზახი, მე არ ვარ გენიოსი, მე არ ვარ რაღაცა განსაკუთრებული რჩეული ადამიანი, მე ვარ ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანი, როგორიც შენ ხარ, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებ. ოღონდ რაღაცეებში დისციპლინირებული, რომ გამოვიმუშავე რაღაცეებში სკილები და ამ ყველაფრის გაკეთება შენ შეგიძლია. უბრალოდ ამ ყველაფერს სჭირდება საკმარისზე მეტი ნერვები, ნებისყოფა და ძალა. მეხნე? ამაში არის ჩემო მეგობრებო საქმე. კიდევ ერთხელ ვიზახი. ის ადამიანები, რომლებიც ვიზუალურად გამოიყურებიან კარგად და არიან tough და ასე შემდეგ. თავარი არის შინაგანი მდგომარეობა და ამაზე მე თავდაჯერებულობის კურსში, რომელიც ახლა გამოუშვიდა, ეს გავაკეთე. სხვათა შორის ამ რატომაც გავაკეთე ეს ყველაფერი, ამას ქონდა სპეციალური დატვირთვა, იმიტომ რომ საქართველოში ყოფილიყო ერთადერთი პლატფორმა, სადაც ადამიანებს ექნებოდათ შესაძლებლობა, რომ მიეღოთ ცოდნა, რომელიც გამყარებული იქნებოდა პრაქტიკით, კვლევებით და გამოცდილებით. მეხნე და განათლებით. ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ადამიანს მე მოუყვე ცივიშხაპის დადებით თვისებებზე და გარტყმაში არ ვიყო რას ნიშნავს ცივიშხაპი, თუნდაც მაგალითად, ხო?
უბრალოდ აფერისტი ადამიანი უნდა ვიყო, ხო? მე ადამიანს ველაპარაკებოდი დისციპლინაზე, როგორ უნდა გახდეს დისციპლინირებული და წონის პრობლემები მქონდეს მე, ხო? უბრალოდ ეს ყველაფერი ტყუილი არის და აფერისტობა, მეტი არაფერი. ამიტომ გადავწყვიტე საქართველოში შემექმნა ერთადერთი პლატფორმა, სადაც ადამიანებს შესაძლებლობა ექნებოდათ, რომ განათლება მიიღოთ, რომელიც გამყარებული იქნებოდა განათლებით, კიდევ ერთხელ ვიზახი, გამოცდილებით, კვლევებით და პრაქტიკით. კიდევ ერთხელ ვიზახი. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, შენ ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებ და შეიძლება შეპყრობილი იყო კუნთებით და ასე შემდეგ, ხო? ყველაზე მთავარი კაცისთვის ეს არის ფუნქციონალი. მე როდესაც ბავშვი ვიყავი და როდესაც უყურებდი, არ ვიცი, თუნდაც საკულტო ფილმებს როგორ ის იყო, არ ვიცი, ჯეიმს ბონდი ასე შემდეგ. ადრეულ ასაკში ალბათ უფრო 20 წლის ასაკში ვერ ვიტყვი რომ ძალიან ადრე არის, ხო? მე ბრძენი ადამიანი არა ვარ. მე ვთვლი რომ არც გენიოსი ადამიანი არა ვარ და არც ჭკვიანი ადამიანი არა ვარ, მით უმეტეს გენიოსის ეპითეტი გადაჭარბებული არის, ხო? მე უბრალოდ საკმარისზე ბევრი შეცდომები დავუშვი ადრეულ ასაკში. როგორ ის იყო თამაში, გადაჭარბებული რაოდენობით, ალკოჰოლი ასე შემდეგ. ხვდები? და ჩემი ცხოვრების პირველი საწყისის 1/4 გავფლანგე სისულელეებში. ეხლა რომ მეკითხებიან ადამიანები, ბევრს რატო შრომობ და რატო მუშაობ, ხო? იმიტომ რომ ბევრი დავკარგე რაღაცეებში. მე ხნე. ამიტომ ვცდილობ ყოველთვის, ანუ, როდესაც საუბრობ, ეს იქნება ახალგაზრდებთან, ეს იქნება ჩემ სტუდენტებთან თუ უბრალოდ ეს იქნება სოციალურ სივრცეში, ყოველთვის ვცდილობ ვიყო გულწრფელი და რაღაცეები შენიღბულად არ მოვიტყუო ხოლმე და ასე შემდეგ, რასაც სტანდარტულად უმეტესობა აკეთებს. რომ მე ვიცნობ ადამიანებს, რასაც ლაპარაკობენ, სინამდვილეში ეგეთი ტიპები არ არის. მაგრამ მე ვინც მიცნობს რეალურ ცხოვრებაში ყველამ ძალიან კარგად იცის ვინც ვარ. ამას მე არ გაურბია. მე ხტი რას გულისხმობ? შეფარვითი რაღაცა ვიზუალური ეფექტი რომ მე ესე გამოვიყურები და შინაგანად სხვანაირად გრძნობ თავს, ამის ნათელი მაგალითი დევიდ ლეიდი არის. თუნდაც ბევრისთვის გამხდარიყო ინსპირაცია, რომ კარგ ფიზიკურ კონდიციებში ყოფილიყო და ფიტნეს ეს ადამიანი ადრეული ასაკიდანვე რაც არ უნდა დამალოს ვარ, ყველას თვალებს შეეთხოვა კიდევ ერთხელ ვიზახი რა და რა. ადრეული ასაკიდანვე შეჯდა სტეროიდებზე, იმიტომ რომ შეპყრობილი იყო. შემდეგ, როდესაც საზოგადოების წნეხის ქვეშ ხარ უკვე, იმიტომ რომ მე საზოგადოების წნეხის ქვეშ ხარ, მიხნე? იმიტომ თუ ვიღაცაებისთვის კულტი და არ ვიცი, მოდელები, როლ მოდელები არიან შვარცნეგერები და დიდკუნთებიანი ტიპები, ხო? მე ისინი კომენტარებში გიწერენ. შეიძლება თვითონ არ აქვთ იმის ტრაკი, რომ ივარჯიშონ და ასე შემდეგ. მაგრამ მე იმადგან წნეხში ხარ, კარგად არ გამოიყურები. შენ რა გონია მაგარ ფორმაში ხარ და შენც ახლა მეტი და მეტი გინდა, მიხნე? დოფამინი გინდა მიიღო. სწორედ ამაზე არის საუბარი, როდესაც საუბრობ წნეხზე და პროპაგანდის მსხვერპლებზე, როდესაც ახალგაზრდები ადრეულ ასაკშივე იღებენ ხელოვნურ რაღაცა ყლეობებს, არანაირი დამსახურება არ არის ტესტოსტერონი. კიდევ ერთხელ ვიზახი, რომ ტესტოსტერონი უნდა დაიმსახუროს მამაკაცმა, რომელიც გაზრდის მის ფუნქციონალს, მე ხვდი? ფუნქციონალურად მე იზრდები, ვაფშე სხვა ადამიანი ხდები. და არა ხარ რაღაცა დაბეჭავებული პაიკი, რომელსაც განტელების აწევის და პოზიორობის გარდა მეტი არაფერი არ იცის. მიხდი, ელემენტარულად სირცხული არის, ლაპარაკი არისიან დღეს ადამიანებმა. და შინაგანად თავს გრძნობ პატარა ძუკნასავით, ხო? რომელსაც კომენტარებში ვიღაცა დაუძრს ყლეო და აფეთქდები ფაჩრიანად. და საღამოთი სასწრაფო გეყოლება, ხო? You are gay. მიხდი, შენ არ ხარ tough guy. მიხდი? ასე რომ კიდევ ერთხელ ვიზახი. კაცისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფუნქციონალი. შეიძლება ამ ყველაფერს ახლა ვიღაცა უყურებდეს და სიმართლე ყველაზე ძალიან კარგად იცის, რასაც ვაპარაკ. მე მირჩევნია ჯეიმს ბონდის ტანზე ვიყო და ვიყო სვეჟენცო, ვიდრე 120 კილო, 110 კილო, 95 კილო, ლაპარაკი არ შემეძლოს და მთელი ჩემი ცხოვრებისეული კრედო იყოს დღეში 7 ჯერ ვჭამო, კუნთური მასა დიდი მქონდეს. ნუ ვერ მოძრაობდი. I don't give a fuck. აი ეს არის მთავარი. უბალი ქფარავდეთ, stay cold. მე იმიტომ საუბრობ ამ ყველაფერს ესე პირდაპირად, მე რაღაცა ტყუილების მორგება და ისინი არ მიყვარს. რაღაცა TikTok-ერა ისინი, აი ხშირად ვიზახი, რატო ყავს ამ ადამიანს დაუშვათ, არა შურის გამო უბრალოდ ისე. რატო ყავს ამ ადამიანს ბევრი გამომწერი? გადავდიგო რა, ანუ მაინტერესებს რას აკეთებს ეს ადამიანი. ანუ კონტენტი აქ აი ესეთ ყლეობებზე აგებული. ამას შური ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, მიხნე? ხედავ? მადლობა ღმერთო, რომ ჩემი სიტყვები ყოველთვის გამყარებული არის შენი
საღვთის მეტყველონიშნები ძალიან დიდი მადლობა. არანაირი შური, არანაირი ბოღმა, ოღონდ გულწრფელად ვიძახი. ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს. მაგრამ აი გამარკვიე რა არის ეს? აი რას ემსახურება შენი ქმედებები? ხანდახან მინდა ხოლმე რომ ზოგს პირდაპირ უთხრა რომ აუტისტი არის. არაფერში არ ახარ საზოგადოებისთვის სასარგებლო, მაგრამ ამის პრევენცია რომ საზოგადოებაში ხდება, ამ ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს ისევე როგორც ამის პროპაგანდას. რომ ადამიანები იყვნენ დაჩლუნგებულები და დებილები. მაგიტო ვიძახი. საქართველოში ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც ნიჭი აქვს ასე შემდეგ, წარმატების მიღწევა შეუძლებელი არის მისთვის. საქართველოში ნიჭიერი იქნება პროვინციალი, უნიჭო, ხვდები ხო რას გულისხმობ? გაუნათლებელი, იმიტომ რომ მისი მართვა მარტივი არის, მიხვდი? იმიტომ რომ დებილი არის და მისი მართვა და კონტროლი ძალიან მარტივი არის. ასე რომ მას უფრო მეტ გასაკანს მიცემენ, რომ მე აკონტროლო. Stay cold.